გამარჯობა, ძლივს როგორც იქნა დავბრუნდი ახალი ვიდეოთი. დღეს ვარეაქტებ ტაჰას ბოლო 2 ტრეკს. პირველი ტრეკია ცუდი იდეა და მეორე საფარი და რა თქმა უნდა ორივე Haru Tunes გაკეთებულია, მიქსინგი, მასტერინგი, პროდიუსინგი, ასე შემდეგ ყველაფერი და გავიმეორებ წინა რეაქტებში როგორც აღნიშნა, რომ ამ ორი ადამიანის კოლაბორაცია ფავორიტია, ერთ-ერთი საყვარელი დუოა, თუ შეიძლება ასე ითქვას ქართულ ჰიპ-ჰოპში და არც ეს ორი ტრეკი არის გამონაკლისი. რაღაც ტრეკებს რა თქმა უნდა ჩამორჩი შალაბანის მერე. ეს იყო ტაჰას ბოლო ტრეკი, რომელიც დავარეაქტე, მაგრამ იმედია დავეწევი ნელ-ნელა და ბარემ რადგან სულ ახალი და თესლი შავი ზედა. დადებულია სულ ახალი რა 2 კვირის და 11 დღის წინ, მაგრამ ჩემთვის ახალია მაინც, რადგან 1 წლის წინანდელი ტრეკების რეაქტი მჩვევია ხოლმე, ამიტომ ეს უკვე შეღავათია. სანამ რეაქციაზე გადავალთ, ალბათ შეამჩნიეთ როგორ მომშვენებს PSG-ს და კერძოდ, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას ფორმა, რომელიც გამომიგზავნა Match Fit Georgiam და ძალიან დიდი მადლობა. გარდა ამ ფორმისა, გამომიგზავნეს მეორე ფორმაც, ეს ჯერ არ ჩამიცვამს, ახლა უნდა განახოთ, გამოვიცვლი. ეს არის ბალაკის კლასიკური ფორმა 2003-2004 წლების სასწაული, ძალიან მიყვარს ეგ ფორმა, მართლა ლეგენდარულია და სულ მინდოდა თან ბალაკის, ალბათ გახსოვთ ძველ რეაქციაში. იმედია ვინმე გამომიგზავნით, ძალიან გამიხარდება მართლა დაამშვენებს ჩემს ზურგს და შესაბამისად Match Fit Georgiam-აც ნახა ეს ვიდეო და მომწერა. თან გაითვალისწინეთ, რომ ახალი წამოწყებაა, სტარტაპია და მართლა ძალიან კარგი ხარისხის ფორმები აქვს და მართლა მთელი გულით ვუწევ რეკომენდაციას, შეგიძლიათ თქვენით დარწმუნდეთ, მიწეროთ, გამოიწეროთ როგორიც გინდათ და ახლა მოდი გამოვიცვალოთ და ჩავიცვათ ბალაკის ფორმა. მე მგონი ეს ფერი უფრო მიხდება, რას ფიქრობთ აბა დამწერთ კომენტარებში, რომელი უფრო მოგეწონათ. ეს ფორმა ჩემთვის პირადად უფრო სასიამოვნო ჩასაცმელიც არის. პრინციპში ისიც ძალიან მარტივად ჩასაცმელია და ზაფხულში არ დაგცხება. ისეთი ფორმებია, მაგრამ აი ეს უფრო სუნთქავს. არ ყვდები? და თან რაღაც ძალიან რეტრო, ძველი ვაიბები. რა თქმა უნდა, კომენტარებში არ დაგავიწყდეთ იასამნის ფერი გულები. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Match Fit Georgias და მათ სოციალურ ქსელს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩემი ვიდეოს აღწერაში ჩავაგდებ და დაათვალიერეთ, ძალიან გაგისწორდებათ. ოკეი, დავიწყოთ ტაჰას ცუდი იდეით და ნელ-ნელა მივყვეთ და რა თქმა უნდა, ბარებიდან ბარებამდე უნდა ავხსნათ ყველაფერი და რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად უნდა დავაპაუზო. სიტყვამ შექმნა სიმართლე და გამიმარდივა შთაგონება იმ ქვეყანაზე მხოლოდ ღამით გავდივარ ვიხილები და მოვდივარ შენ კარგად და იმალე ოთხშაბათს და პარასკევს არავის არ გავები ფავე. ოკეი, მოკლედ, ესეთი წესია. ყოველი 4 ბარის მერე ხშირად ძირითადად გააჩნია ტრეკი და არტისტის საშუალებას მომცემს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ვაჩერებ და ვხსნი. მე მგონი ამას ახსნა არ უნდა და რატო ვხსნი, მაგრამ მაინც სიტყვამ შექმნა სიმართლე. ოკეი, ეს რა თქმა უნდა ბიბლიური რეფერენსია, გეცოდინებათ ალბათ, უფრო კონკრეტულად იოანეს სახარებიდან, პირველი თავიდან, დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. საკმაოდ კრეატიული გამხსნელი ლაინია, როგორც დაიწყო და გახსნა ტრეკი, რომელსაც თავის შემოქმედებასთან აკავშირებს. სიტყვას დამეთანხმებით ზოგადად ძალიან დიდი ძალა აქვს, ალბათ ყველაზე დიდი ძალა. ალბათ გაგიგიათ კიდეც მაგალითად რომ მოვიყვანოთ სულხან საბას სიგავარაკი, ენით დაკოდილი, იქ სიტყვის ძალაზეა სწორად საუბარი. უბრალოდ გამახსენდა, ახლა ამას მოყვა. შესაბამისად, შემოქმედი ადამიანისთვის, არტისტისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება და სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტია საკუთარი სათქმელის, საკუთარი შთაგონების გადმოსაცემად. იმ ქვეყანაში ღამით გასვლაზე, სავარაუდოდ გულისხმობს რიფს და აქაც იდეურად აკავშირებს წინა ლაინებთან ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის ქვეყანა მეორენაირად არის, რა თქმა უნდა, არამიწიერი, ზეციერი, ღვთიური, მაგრამ მეორე გაგებით, რა თქმა უნდა, ტრიპში გასაყვანი ადგილი და თან ძირითადად ღამით, როდესაც ყველაზე ხშირია მუზების მოსვლის ალბათობა და შესაბამისად ეს ის დროა, როცა ტაჰა შთაგონებას ღებულობს. აქედან კი ძალიან საინტერესოდ გადადის კიდევ ერთ შეკრულ wordplay-ზე, ოთხშაბათს და პარასკევს გამოდივარ სახლიდან და გზაში მე მატებიან სხვები. არავის არ გავები ფავე. ძალიან კარგია. ამ სიტყვაზე ბიფზე არაერთხელ ყოფილა ლაინები, არაერთი არტისტის მხრიდან და ადრეც მithქვამს, მაგრამ მაინც ვოცდები ხოლმე ყოველ ჯერზე უფრო აპდეიტდება და უფრო რაღაც კრეატიული კავშირი არის ხოლმე. ამ შემთხვევაში ბიფს აქვს 2 დატვირთვა, რა თქმა უნდა. ბიფ ინგლისურად არის ხორცი და
ასევე ისევ ინგლისურად მეორე გაგებით არის დაპირისპირება ჩხუბი, ძირითადად ჰიპ-ჰოპში გამოიყენება ბიფი როგორც დისაობა. როგორც იცით, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ოთხშაბათი და პარასკევი არის მარხვის დღეები. შესაბამისად, მანამდე აგებული ქრისტიანული რეფერენსები რაც ჰქონდა, ძალიან კარგად უკავშირდება ამ ლაინებს. და რა თქმა უნდა, ისიც იცით, რომ ოთხშაბათობით და პარასკევობით სარავის არ გავებიფავე. რძის ნაწარმის და ხორცის მიღება არ შეიძლება, ანუ ბიფის. საკმაოდ ლოგიკური და კრეატიული wordplay-ია, იმიტომ რომ ლოგიკურია, რომ მარხვის დროს ადამიანი არათუ ხორცს არ მიირთმევს, ანუ ბიფს, არამედ მეორენაირად ბიფში არ იღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ მარხვის დღეებია და არ შეიძლება სულიერად რომ შეხვიდე ადამიანებთან ურთიერთდაპირისპირებაში, ჩხუბში და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კარგი, ძალიან ჭკვიანური wordplay იყო და მთლიანად ეს setup-ი არის ძალიან კარგად გამართული. იდეაში მარტივი, მაგრამ გასაგები და თან კრეატიული ამავე დროს. მარტივი რაღაც დამაკნინებელს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში პირიქით ეგ უფრო რთულია რომ მარტივად დაწერო და თან კრეატიულად ვიდრე ძალიან ჩახლართო გაართულო და 5 დღის მერე მიხვდე. ოკეი, გავაგრძელოთ. და მოვდივარ შენ კარგად დაიმალე ოთხშაბათს და პარასკევს არავის არ გავებიფავე. ფარებიანათებს ღამე და ბლოგზე სიმშვიდეა. ვიცოდი რომ იყო ეს ძალიან ცუდი იდეა. სხვაგან მოხდა ტიპი თქვა რომ ხედავს სამი იდეა და მე აღარ შემხმიანებია სამი დღეა. წალი ხელი ხო, ეგ იდეაში თითქოს ხო არაფერი ისეთი თქვათ ან ფანჩი ან რაღაც, მაგრამ მაინც მინდა რომ რაღაცებს დააკვირდეთ და კარგად დაიჭიროთ. ან შეიძლება მე ვარ უბრალოდ ასე მოწყობილი, რომ ან რაღაცებს ვეძებ, ან რაღაცებს ძალიან პოეტურად ვუყურებ, მაგრამ რადგან ჩემს რეაქციას უყურებთ, ჩემი აზრით ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პირადი აზრი და ინტერპრეტაცია გაინტერესებთ, ამიტომ გაგანდობთ. ფარები ანათებს ღამე და ბლოგზე სიმშვიდეა. ამ 4 ბარში მომწონს storytelling-ი, იდეაში თავიდანაც storytelling-ით დაიწყო, მაგრამ აქ უფრო გამოიკვეთა ჩემი აზრით. ისტორიის გადმოცემის უნარი აქვს ძალიან საინტერესო, აი თითქოს გვამზადებს რაღაც plot twist-ისთვის. ნელ-ნელა ეს სიუჟეტი უფრო იძაბება, მძაფრ სიუჟეტი ამ ფილმებში როგორც არის. აი დაახლოებით ეგრე იძაბება მსმენელი, როგორც ფილმების დროს მაყურებელი. მე პირადად ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არტისტთან ერთად იქ ვარ და ამ ყველაფერს აღვიქვამ და ამ ამბის ნაწილი ვარ. ისე საინტერესო ტყვება, რომ უფრო მარტივად აღსაქმელია, ანუ მომწონს ზოგადად, როდესაც არტისტს შეუძლია დაგიხატოს სურათი, წარმოგადგენინოს რაღაც. აი როგორც წიგნებს რო კითხულობ ხოლმე და თვალწინ წარმოგიდგება ყველაფერი შენს წარმოსახვის უნარში და იცი კიდეც პერსონაჟი როგორ გამოიყურება, ანუ შენი დახატულია გონებაში, მაგრამ ძალიან ნათლად წარმოგადგენებს ხოლმე წიგნი. შეიძლება გაზვიადებული შედარება, მაგრამ ამას უბრალოდ იმისთვის ვამბობ, რომ უფრო გასაგები გახდეს, რატომ მომწონს storytelling-ი და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ტრეკებში ჩემი აზრით. ბლოგზე, იგივე უბანზე არსებული სიმშვიდე, ეს ფარების ნათებად რაღაც თითქოს ცუდის მომასწავებელი უნდა იყოს, ისე ჩანს და თან თვითონ ტაჰაც ამბობს იქვე მერე შემდეგ ლაინში, რომ ეს იყო ცუდი იდეაო. ამიტომ უკვე რაღაც plot twist-ი ემზადება და ჩვენს გვამზადებს მსმენელებს. ოკეი, გავაგრძელოთ მოსმენა და ვნახოთ რაზე ლაპარაკობს კონკრეტულად. რომ ხედავს სამი იდეა და მე აღარ შემხმიანებია სამი დღეა. წალი ხელი ჯიბეში და ჩემი სამიზნეა. მარჯვენა ფეხი მტკივა როცა ცუდი ამინდია. თუ სონი გავაკეთე ჩემი აზე დამიდია და ჩემი მტრები ბიგის თვალები ვინ გამირბიან. აუ ეს ძალიან კაია და სხვათა შორის ასოციაცია მაქვს ლადოსთან, იმიტომ რომ მე და გროტასკამ რო დავარეაქტეთ ეგ ტრეკი. ვეღარ გამისწორებ თვალს როგორც sticky fingers me შანსი არა! ძალიან კაი იყო, მაშინაც ჩავიკეცეთ მე და გოჩა. და ესეც ძალიან კარგია, ესეც ძალიან კრეატიულია და ანუ wordplay-ერი, რა თქმა უნდა, გამირბიანში, იმიტომ რომ Biggie-ს, Notorious B.I.G-ს ქონდა ეგრეთ წოდებული ზარმაცი თვალი, ცალი აქეთ და ცალი იქეთ. Sticky Fingers-ისავით მოკლედ. და სხვათა შორის მახსოვს ეს დიდი ამბები რო იყო, და რა თქმა უნდა Bad Boy label-ის თემები და Biggie ხო მისი ახლო მეგობარი იყო. მეტია მხოლოდ მეგობარი. ამ ამბების დროს რაღაც მიმი დადეს, დაახლოებით ესეთი შინაარსი ქონდა. ცალი ხელი ჯიბეში და ჩემი სამიზნეა მარჯვენა. ასე აღვიქვი, იმის მიუხედავად რომ flow-ში ისე ჟღერს რომ ცალი ხელი ჯიბეში და ჩემი სამიზნეა და თითქოს მერე იწყებს მარჯვენა ფეხი მტკივა, როცა ცუდი ამინდია. ცალი ხელი ჯიბეში და ჩემი სამიზნეა. მარჯვენა ფეხი მტკივა, როცა ცუდი ამინდია. რატომღაც დავაკავშირე სამიზნეა მარჯვენა. ნუ იდეა შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს და არ ცვლიდეს საერთო სურათს, მაგრამ რატომაც ვიფიქრე ასე,
მაგასაც გეტყვით. მოკლედ ეს ნაწილიც, ეს ბარებიც საინტერესოა და როგორც მივხვდი, ეს მთლიანი ტრეკი არის რაღაც კონკრეტული ამბის storytelling-ი. თან ერთი შეხედვით მარტივად გადმოცემული, მაგრამ თან თითქოს ნამიოკებით და კოდებით. თუ კარგად დაუკვირდები, მიხვდები, რაზეც არის საუბარი. რატომ ვიფიქრე, რომ ცალი ხელი ჯიბეში და ჩემი სამიზნეა მარჯვენა? ალბათ ერთი ვესტერნული ფილმი მაინც გაქვთ ცხოვრებაში ნანახი და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ვესტერნულ ფილმში, ლოგიკურად პერსონაჟები ძირითადად თავიანთ იარაღს ინახავენ ხოლმე და აძრონ უცებ დუელში. ეს საინტერესოა ფეხი მტკივა, როცა ცუდი ამინდია. ან თუნდაც მარჯვენა ფეხი მტკივა, როცა ცუდი ამინდია, ამ კონტექსტშიც რო ავიღოთ, მაინც იგივეა, რაც მე მგონია, აი გამოთქმა რო არსებობს, რომ აი დღეს რაღაც ცუდ ფეხზე ავდექი. მე მგონი მარჯვენა ფეხზე გაღვიძებაზეც იყო რაღაც თუ მარცხენა ფეხზე ადგომაზე. კონკრეტულად არ მახსოვს. ალბათ მაგიტო აქვს მარჯვენა ფეხზე კონკრეტულად საუბარი. გარდა იმისა, რომ სამიზნეშიც ჯდება კონტექსტში, ცუდ ფეხზე გაღვიძება, ან მარცხენა ფეხზე ადგომა, არ მახსოვს კონკრეტულად, ნიშნავს ცუდ იღბალს, როდესაც დღე არაპოზიტიურად დაიწყება და ნუ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ასეთი ცრურწმენა არსებობს და ცალკე ცუდი ამინდიც რაღაც ცუდს მიანიშნებს. მოკლედ ეს ბარები, ჩემი აზრით, რომ შევაჯამოთ, სათითაოდ ესე ყველა რაზე იყო ცალ-ცალკე, ეს ბარები უფრო ლოიალურობაზე არის, ფსონის დადება ძმაკაცებზე, მაგალითად ჩემიანებზეო, ასევე მტრები, რომლებიც ბიგის თვალებივით გაურბიან და ეს იარაღის ყარაულობა და ასე შემდეგ, მოკლედ ნებისმიერ დროს რო შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, როდესაც არენდობის ხვევს. ნუ მოკლედ ეს თემატიკა მთლიანად არის ლოიალურობის და მტრებისადმი არენდობის შესახებ და გარშემო, ჩემი აზრით. ოკეი, გავაგრძელოთ. ჩემი აზე დამიდია და ჩემი მტრები ბიგის თვალებივით გამირბიან. მაგ ჩემი პატარა წილის სფეროში მკურნალი ვარ ფარმა, გადავეკვეთები როგორც ვენის დიაგრამა, ველაპარაკები ხშირი სუთქვიდია პრაგმა, ვის მიკეთებს ჩემი თავი მეუბნება არქნა აბრა. აქ რამდენია სალაპარაკო ღმერთო. ნუ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, ძალიან კარგი გადასვლა იყო. მოკლედ სვიჩები flow-დან flow-ზე ტახას რა თქმა უნდა არ ეშლება, ძალიან ჰარმონიულად და მოულოდნელად აკეთებს, ისე რომ უცებ ვერც მიხვდები და თან ძირითადად რეჩიტატივიდან ცვლის ხოლმე ცოტა ვოკალურ მელოდიურ flow-ებზე, რომ უფრო სასიამოვნოდ მოსასმენი იყოს და შექმნას და მე ისევ უბრუნდება ხოლმე აგრესიულ storytelling-ს და ვერსების რეჩიტატივების კითხვას ძირითადად. მკურნალი ვარ ფარმა. ნუ ფარმაში რა თქმა უნდა ყველა მიხვდით რომ გულისხმობს ფარმაცევტს, ანუ ადამიანს რომელიც ყიდის წამლებს და შესაბამისად მკურნალის სწორად და ლოგიკურად ჯდება. მკურნალობაში ტახა, ნუ რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც წამლების გაყიდვას არ გულისხმობს. ამ შემთხვევაში ის თავის როლს როგორც არტისტი გამოკვეთს, რომელსაც უკავშირებს მკურნალობასთან, მედიცინასთან, ფარმაციასთან, ზოგადად არტისტებს, ნუ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რა თქმა უნდა, თავიანთი მსმენელების წინაშე და შესაბამისად აქვთ განმაკურნებელი როლი სიტყვებით, თავიანთი გადმოცემის უნარით. ძალიან ბევრი ადამიანის გამსმენია, ვთქვათ, ვინც ტენტასიონს ან სხვა არტისტებს უსმენენ, რომ ისინი დაეხმარათ მათ ცხოვრების რაღაც ეტაპებზე. ამიტომ ძალიან კარგი და საინტერესო კავშირია ფარმასა და არტისტს შორის, სფეროებს შორის კავშირიც მომეწონა. იდეაში ცალკე სიტყვა სფერო საკმაოდ განყენებული და ესეთი ზოგადი და ნეიტრალური სიტყვაა, მაგრამ დანარჩენ ბარებთან ერთად ჰიპ-ჰოპს როგორც მეცნიერებისა და ცოდნის სფეროს ისე აკავშირებს. ტახა და დააკვირდით, ფარმაცია სააფთიაქო სფერო ხო, სამედიცინო სფერო, რომელშიც ფარმაცევტებს თავიანთი წვლილი აქვს, რა თქმა უნდა, შეტანილი და მეორე მხრივ ის სფერო, რომელშიც თვითონ ტახა მოღვაწეობს, რომელსაც რა თქმა უნდა ახასიათებს, რომ მცირე წვლილი აქვს შეტანილი თავისი თავმდაბლობიდან გამომდინარე, მაგრამ ნუ ყველა ვიცით, რომ საკმაოდ დიდი წვლილი აქვს ქართულ ჰიპ-ჰოპში შეტანილი. გადავეკვეთები როგორც ვენის დიაგრამა. ნუ ვენის დიაგრამაზე ალბათ გაგიგიათ სკოლიდან და ზოგადად მიღებული და პრაქტიკული მეთოდია, როდესაც ორ ურთიერთ გადამკვეთ წრეწირს ხაზავენ. ამ წრეწირების გადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო გრაფაში ჩამოწერენ ხოლმე ამ ორი წრეწირის საერთო მახასიათებლებს. დანარჩენ ორ სეგმენტში, მარცხენა და
მარჯვენა წრეწირში, ამ საერთოს გარდა, წრეწირში აღირიცხება მათი განსხვავებული და ინდივიდუალური მახასიათებლები. ძალიან კარგი რაღაცაა ზოგადად ვენის დიაგრამა და მარტივი და პრაქტიკული მეც გამომიყენებია და დარწმუნებული ვარ თქვენც, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდოდა ამ ბარების მოსმენასთან ერთად კიდე ცალკე ამეხსნა, თორე დარწმუნებული ვარ ყველა მიცით და არ გჭირდებათ. ჩემი სახელის გამოცხადება. ჩემი ახსნა უბრალოდ უფრო კარგად ახიქვამ ჩემი აზრით, როდესაც რაც არ უნდა მარტივი იყოს რაღაცა, მაინც ხსნი. ხო გახსოვთ მანამდე, აჰამ რომ მედიცინისა და ჰიპ-ჰოპის სფეროები ერთმანეთს დააკავშირა. ამიტომ არის ძალიან საინტერესო პარალელი ვენის დიაგრამასთან, იმიტომ რომ ის სფეროებიც კვეთენ ერთმანეთს. არ ვიცი ამას შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ იქედან გამომდინარე ისევ რომ მანამდე სამედიცინო ტერმინები ახსენა, ჩემი აზრით ვენის დიაგრამაც რაღაც დაკავშირებული უნდა იყოს ვენასთან, სისხლძარღვებთან, ასე რომ ეს ჩემი აზრით wordplay-ა. რაც კიდევ უფრო მაგარს ხდის ამ მთელ setup-ს. ველაპარაკები ხშირი სუნთქვით, დიაფრაგმა ბიტს მიკეთებს, ჩემი თავი მეუბნება არქნა. კიდევ ერთი კავშირი ამ სფეროებს შორის. როგორც იცით, MC-ს ძლიერი დიაფრაგმა სჭირდება სუნთქვისთვის და სუნთქვა განუყოფელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ადამიანის. ორგანიზმი ისე მოწყობილი თუ სუნთქავ არ კვდები? ერთი სიტყვით თუ შეიძლება ითქვას, ტაჰა ფლექსავს საკუთარი ორგანიზმით, რომ დიაფრაგმაც კი აძლევს ბიტს, ანუ ტემპს გარკვეულს და მე რაღაც საკუთარ თავთან ბრძოლებია, ჩემი თავი მეუბნება არქნა. ძალიან მაგრად დალაგებული setup-ია, მეტაფორებით და რეფერენსებით სავსე და თან რაღაც მხრივ ჩემი აზრით პირადად ჩემთვის პოეტურად გადმოსცემს, ამიტომ ძალიან მომეწონა. ახლა გადავედით შემდეგ ბარებზე. ფარმა გადავეკვეთები როგორც ვენის დიაგრამა, ველაპარაკები ხშირი სუთქვიდია, პრაგმა ვის მიკეთებს ჩემი თავი მეუბნება, არქნა აბრაკადაბრა და ჩემი პრობლემები გაქრა, დენის როდმანივით ყველა მოგიხსენი ფართან და თუ დამეწევი თამაში სამეფოს კარტა, გენი გაწირული წაგებული მეგო ბარჩანი კარი. აქაც ღმერთო რამდენი რაღაც ხდება დამასვენენ. მე როგორც ზოგადად ძალიან ზედმეტად მოაზროვნე ადამიანი რაღაცებზე, მოაზროვნე რაღაცებს რო ვაზვიადებ და ზედმეტად ვფიქრობ რაღაცებს, როცა არ არის საჭირო, ამ მომენტზე უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან გავაზვიადებ ახლა ისევ, როგორც მჩვევია, ამიტომ ნერვები არ მოგეშალოთ, თვითონ არტისტი შეიძლება ამას არ გულისხმობდეს დიდი ვარაუდით, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ლაინია ეს რეალურად, მაგრამ მე მინდა რომ ასე იყოს. ან ყოველ შემთხვევაში ეს აზრი არსებობდეს სადღაც და ეს ჩემი ინტერპრეტაცია იმედია დაგაინტერესებთ. აბრაკადაბრა და ჩემი პრობლემები გაქრა. ხო, რა თქმა უნდა, აბრაკადაბრა ყველასათვის ცნობილი ტერმინი, ძირითადად ჯადო ქრებში ასე რომ ვთქვათ და გაქრობასთან დაკავშირებული ფრაზა, რომელიც არაერთ წიგნშიც და ფილმშიც გვხვდება, მაგრამ მოემზადეთ. წინა setup-ი ხო გახსოვთ მკურნალზე და ფარმაზე? აქ ჩემი პატარა წილის სფეროში მკურნალი ვარ, ფარმა გადავეკვეთები როგორც ვენის დიაგრამა. ამ ბარებს ტაჰა იწყებს აბრაკადაბრათი, რომელიც რა თქმა უნდა ყველა მიცით, მაგრამ შეიძლება ამ სიტყვის შექმნის ისტორია არ იცოდეთ. ამიტომ მომისმინეთ, სიტყვა აბრაკადაბრამ, როგორც ცნობილია, ჩვენამდე რა ინფორმაციებმაც მოაღწია, გამოიყენებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ძირითადად იმპერატორების, მედიკოსების მხრიდან. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს სიტყვა, თურმე ციებ-ცხელებისა და სხვა დაავადებების განსაკურნებლად გამოიყენებოდა. აბრაკადაბრას დაფაზე წერდნენ ხოლმე 11 ჯერ მიყოლებით და ყოველ ჯერზე თითო ასოს აკლებდნენ და რაღაცნაირი სამკუთხედის ფორმა გამოდიოდა ბოლოს. თურმე ამ სიტყვის გამოყენებით ექიმები პირდებოდნენ პაციენტებს, რომ გამოაჯამრთელებდა ეს მათ და განკურნავდა მათ ბოროტ სულს, რაც იყო მათში და თან უნდა ეტარებინათ აუცილებლად თილისმა ამ პროცესის დროს, როდესაც აბრაკადაბრას წარმოთქვამდნენ 11 ჯერ. ხო, აი ესეთი საინტერესო ისტორია აქვს, თუ აქამდე ეს არ იცოდით, ბოლოს და ბოლოს კიდე ერთი რაღაც ახალი გაიგეთ. ამიტომ ჯერ მხოლოდ ამის გამო ღირდა მე მგონი ამ ჩემი გიჟური იდეის და დაკავშირების ხმამაღლა გაჟღერება. დენის როდმანის რეფერენსი, დენის როდმანი ძალიან გიჟი, ძალიან ლეგენდარული OG, ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო rebounder-ი ისტორიაში. ყველა აღიარებს დენის როდმანს და დენის როდმანივით ყველა მოგიხსენი ფართა, მოხსნა იგულისხმება კალათბურთში, საკალათბურთო ტერმინი, ასე რომ ვთქვათ. Wordplay არის სავარაუდოდ სიტყვა მოხსნაში, იმიტომ რომ როგორც დენის როდმანი იყო მომხსნელი და ფართან ხსნიდა, ისე ტრები მოხსენიوان
ან შენიანები. მე ესე გავიგე, შეიძლება კიდე სხვა რაღაც იყოს, ან შენ მოგხსენი პირადად. ყოველ შემთხვევაში მეორე გაგებით ჩემი აზრით უფრო ჩამოშორება და ჩახსნა იგულისხმება ზედმეტი ადამიანების. ასევე არ ვიცი რამდენად ქონდა ამის გათვლა ტაჰას, მაგრამ შეიძლება სიტყვა ფარშიც იყოს ორი სხვადასხვა მნიშვნელობა, ფარი როგორც კალათბურთის ფარი რა თქმა უნდა და მეორე გაგებით შეიძლება ფართან იგულისხმებოდეს მანქანების ფარებთან. არ ვიცი, ეს უკვე არ ვიცი. და თუ დამეწევი თამაში სამეფოს კარტა, მძიმე დავსვათა გენი გაწირული წაგებული მეგობართან. მაგრამ აქაც wordplay-ებია. წინა setup-ს თამაშზე, კალათბურთზე აგრძელებს თუ დამეწევი თამაშის დროს, თქვათ, ან სირბილის დროს, რომ გავაზვიადოთ თამაში სამეფოს კარტა. ანუ სამეფო კარის თამაშებს ჩავატარებო, ძალიან ცნობილი წიგნი და სერიალი. სიტყვა თამაშიც დაუკავშირე წინა setup-ს კალათბურთზე, ამიტომ ძალიან კარგად ჰარმონიულად გადავიდა უცებ ისტორიულ და ლიტერატურულ თემებზე. სამეფო კარის თამაშები გასაგებია ერთი გაგებით, მერე გენი გაწირული, ცალკე როგორც თქვათ სამეფო გენი განწირული გენი და მეორე კართა გენი. ცალ-ცალკე წერია, მაგრამ კართაგენიც იგულისხმება, როგორც ასევე განწირული დაცემისთვის სამეფო. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მოკლედ, ძალიან კარგია ყოჩაღ, საინტერესოა, კარგი კავშირებია, კარგი რეფერენსებია, კარგი wordplay-ებია და ასევე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ გაითვალისწინეთ, რომ რადგან ეს არის beat-ზე, ეს არის ტრეკი, ბევრად უფრო ძნელია შენი სათქმელის გადმოცემა, ისე როგორც გინდა და ისე როგორც თქვა, აკაპელაზე გადმოსცემდი უფრო თავისუფლად, უფრო უფრო ეფექტურად, უფრო მრავალმნიშვნელოვნად და punchline-ებით თქვათ სავსეს, იმიტომ რომ უკვე beat-ზე რო წერ ტრეკს, რა თქმა უნდა, აქ დროის ნაწილში ხარ შეზღუდული, beat-ის ტემპის, BPM-ის ნაწილში ხარ შეზღუდული და ასევე აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის გადმოცემასთან ერთად flow-ები. ამიტომ კარგი flow-ების ხარჯზე ხშირად არტისტები, ჩემს მაგალითად ვამბობ, ვთმობთ ხოლმე რაღაც სათქმელს ზოგჯერ, ან რავი, გააჩნია beat-საც პრინციპში ან flow-საც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში დაიკიდო ეგ flow და ვთქვათ მონოტონურად წაიკითხო, მაგრამ სამაგიეროდ გატენო რაღაც ბევრი საინტერესო რაღაცით. ამ შემთხვევაში ტაჰამ საინტერესოდაც გადმოსცა, ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობაც ჩასვა და flow-დანაც არ ამოვარდა, ამიტომ ძალიან კარგია ყოჩაღ. გავაგრძელოთ. პარჩანი კარი ყვედი გამოცადე ჩემი ბედი მე და ბექამ გამოვქეკე ჩარლოს ნუზე გადავედით პოლიეთილენის პარკში გახვეული არის სეტი იმას ერვა ჯერთან მეტი რამდენი და სამოვედი ზოგჯერ ის ეს flow ტაჰას რომელიღაცა ტრეკს მაგონებს იხო და შენ მოჭერი ხიდა რომელზეც იჯექი ჯიმა შენთვის არ გავკარდები მე რა ცოტა მახინჯი ვარ უკვე რაღაცნაირად ტაჰას ხელწერა გახდა ეგ flow ეს flow ძალიან მომეწონა უცებ წინა flow-დან ამაზე გადასვლათან რაღაცნაირად მარცვლავს ჯეი კარი ყვედი გამოცადე ჩემ როგორც შალაბანში ეკრა მომწონს ეგეთი სტრუქტურით დაწერილი. პარჩანი კარი ყვედი გამოცადე ჩემი ბედი მე და ბექამ გამოვქეკე ჩარლოს ნუზე გადავედით პოლიეთილენის პარკში გახვეული არის სეტი იმას ერვა ჯერთან მეტი რამდენი და სამოვედი ზოგჯერ ისეთი გზნობა მაქვს ცხოვრებას თამაშობ შეთი ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ შეგიძლია შენი ჩეკი თანუ თუ კი რამეს ვიტყვი ჩემზე რეცეპტი მაქვს ჩეკი ამიდი შევცვალე მოღრუბლობა მეტი ელჩეკი და ანუ ხო იდეაში იგივე flow იყო, მაგრამ ამ იმავე flow-შიც კი ცვლილებებია. აი მონოტონურად ცდილობს არ გააკეთოს, აი თუნდაც იგივე flow შეინარჩუნოს, თვითონ ამ flow-შივე ან ტონს ან კადენსიას ცვლის, ან ცოტა ზემოთ ადის ნოტებში თქვათ და ასე შემდეგ. ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს, ცხოვრებას ვთამაშობ ჩეთით, ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, შეგიძლია შენით ჩეკით. ანუ თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს, თავისით არ ფლექსაობს, ასე რომ ვთქვათ, შეგიძლია შენით შეამოწმო და ესეც თავისთავად უკვე ფლექსია, რომ მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, ჩემზე რაც არსებობს, თქვათ, ინფორმაცია და ჩემზე რაც იციან მეგობრებმა და ასე ვთქვათ, დანარჩენებმა, სხვა ადამიანებმა, იმის მიხედვით შეგიძლია გამიცნო და გაიგო ჩემზე მეტი და აი ამას ადასტურებს შემდეგი ლაინიც, თუ კი რამეს ვიტყვით ჩემზე, რეცეპტი მაქვს ჩეკი. თან ეს რეცეპტი შეგვიძლია დავაკავშიროთ ზედა ძველ ბარებს, ფარმაზე და ნუ მედიცინურ რეფერენსებს, ექიმის გამოწერილი რეცეპტი ვთქვათ და ჩეკიც რეცეპტი არის იდეაში, check ინგლისურად როგორც რეცეპტი ისე ითარგმნება, ასე რომ
მაგრამ wordplay-ია შეგვიძლია ჩავთვალოთ და თან ჩეკი ასევე არის იმის მტკიცებულება, რომ რაღაცა თქვა შეიძინე ან ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში წეღან რაზეც ილაპარაკა, რომ ჩემს თავზე მე არ ვლაპარაკობ, შეგიძლია შენით დარწმუნდე, იმას დააკავშირა, რომ ჩეკი თავის სათქმელს თვითონ ამბობს რა. ამინდის შევცვალე მოღრუბლულობა მეტი ელჭექი. ძალიან კარგია. ზოგადად შეგვიძლია ბევრნაირად გავიგოთ, მაგალითად როგორც დიდი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები ზოგადად სვლიან ხოლმე აურას, როდესაც სადღაც შედიან ოთახში ან სადმე სივრცეში და ყველა გრძნობს ხოლმე ამ აურას ინტენსიურს. შეიძლება კიდე მანამდე რო ქონდა სულ დასაწყისში ცუდ ამინდზე, ეგეც სადღაც დააკავშირა, რომ ცუდი ამინდის მიუხედავად შეუძლია თვითონ აკონტროლოს მაინც, ანუ თვითონ არის თავისი ცხოვრების შემოქმედი და ასე შემდეგ. მოღრუბლულობა მეტი ელჭექიძე კიდე გავახსენდა ჰარუს საყვარელი ემოჯი, ძალიან ხშირად იყენებს ხოლმე ღრუბელი რო არის და ელვა რო აქვს აი მაგ ემოჯის და რავი, ეს უბრალოდ დამთხოვა რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება სადღაც გაითვალისწინა და კარგად იცნობს ჰარუს და კაი shout-out-ი იქნებოდა, მაგრამ ნუ ეს უკვე მე მოვიგონე როგორც მჩვევია. Shout out to Haru, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. გავაგრძელოთ. ამინდის შევცვალე მოღრუბლულობა მეტი ელჭექითა მას თუ გონი ამ შურს გონი აქვს ცოტა რადგან შურია შორს შურია პირველი ცოდვა მე თავს ბალიზეც კი ვებდებ ისე როგორც დავდებ ძმაზე მე შეც მინდა კარგად ჭამდე მაგრამ არა ჩემს უფრაზე არასდროს გამომსვლია შედეგი პირველივე სტაზე მთავარია არ ჩაიჭრა შეშენივე გამოსტაზე ღამის 4 საათი პორტო ფრანკო სოკო და კადე ალკოჰოლი უფრო მძაფრად აღმაქმევინებ და კადრებს როცა არაფერი ხდება და ვიღაცა რამეს კადრებს ვერ იკავებ თავს და ემოცია გაგიღვიძეთ კრაკენს მოკლედ დამაკავეს რამდენიმე წუთი დავყავი შუში შენობაში ზოგს ეს ეგონება ზღაპარი არაფერი პირადული მიშვებს აწერს ფანქარი 20 წუთი დამელოდე მერე მიდის მანქანით და მეც ველოდები მშვიდად ვიცი მაქვს ასეთი სტილი ღამის 4 საათზე მოიყვანა 12 წლის შვილი და მე ვერც მოვედი აზზე და თვალები გავახილე თუ გინდა რომ გამოგიშვა ბავშვთან ფოტო გადაიღე Damn bro, არა სიგიჟე დასასრულია ამ ტრეკს. ეს იყო ერთ-ერთი ტოპ მომენტი ამ ტრეკიდან flows თვალსაზრისით, მაგრამ დამაკლდა, იმიტომ რომ ორი ბარის მერე ეგრევე შეცვალა. მას თუ გონი ამ შურს, გონი აქვს ცოტა, რადგან შურია შორს, შურია პირველი ცოდვა. თან აი מחვილების დასმა კონკრეტულ სიტყვებზე, რომელიც უფრო გამოკვეთს flows და ლამაზად ჟღერს, იმიტომ რომ თვითონ ერთნაირად ჟღერადი სიტყვები აქვს ჩალაგებული, რასაც ნუ ალიტერაციას ვეძახით. შურია შორს, შურია, გონიამ შურს, მგონი გონი აქვს. ეს ძალიან კარგია. შენც მინდა კარგად ჭამდე, მაგრამ არა ჩემს სუფრაზე. დემ, ყველაფერი ნათქვამია. მომწონს ძალიან, რომ უმარტივესად გადმოსცემს, მაგრამ ძიმედ. ხო, ღამის 4 საათიდან ბოლომდე რაც არის, ეგ storytelling-ი, რავი, როგორ თქვა, ისე ემოციურად ის არის დასასრული, ძალიან სიგიჟეა მართლა და ეგ არის, რავი, ერთ-ერთი, ანუ რავი, ეგ არის ძალიან უცნაური ფლექსი. მართლა მაგარი ფლექსია, ისეთი ფლექსი, რომ ტრეკში აუცილებლად უნდა გქონდეს და მე მგონი გასაგები უნდა იყოს ეს ბარები უკვე, რაზეც არის აქ საუბარი, თუნდაც შუშის შენობაში რა იგულისხმება, რაზე მოაწერინეს ხელი და ასე შემდეგ და თან ეს ყველაფერი, როგორც თვითონ თქვა, ხდება ღამის 4-ზე პორტო ფრანკოში იგულისხმება ბათუმშიო და ნუ თავისი მამიდაშვილი მე მგონი დიტო მოვიკითხავ კადეც ახსენა. ამიტომ ამბობს თვითონ რომ ზოგს ეს ეგონება ზღაპარი, რასაც ახლა მეუყვებიო, მაგრამ როგორც ჩანს არ არის და თან ძალიან მოულოდნელი იყო მოკლედ ეს დასასრული. პირველად რომ მოვისმინე ესეთი ვიყავი, მოიცა, ანუ გადავახვიე მეთქი რა. ანუ ვერ მივხვდი როგორი რეაქცია უნდა მქონოდა. ზუსტად ეგეთი ბარებია მოკლედ ეს ბოლოს. Damn, საღოლ რავი, ბრავო. მოკლედ რო შევაჯამოთ, ძალიან კარგი ტრეკია. აი თითქოს რაღაცა კოდებით სავსე, მაგრამ თან მარტივად გასაგები. მოკლედ გონია რომ მაინც გასაგები ტრეკია. ყველას თუ შეიძლება არა, მაგრამ ძალიან საინტერესო storytelling-ია და თან ზოგადად მომწონს ტრეკები, რომლებიც კონკრეტულ ამბებზეა ხოლმე, რაღაც უფრო საინტერესოა და მაგიტომ მიყვარს ზოგადად storytelling-ი, ანუ ისტორიის გადმოცემის უნარი, რაღაც ინტრიგასაც ტოვებს ხოლმე, შენს იძაბები, გაინტერესებს მე რა მოხდება და მოკლედ ძალიან კარგად არის გამართული თავიდან ბოლომდე, თავისი გაზვიადებებით, მეტაფორებით, რეფერენსებით, wordplay-ებით და ასე შემდეგ. საღოლ ძალიან კარგი იყო და ნუ რა თქმა უნდა ჰარუსაც არ დავაკლოდ, შექება როგორც ეკუთვნის, იმიტომ რომ რავი, ძალიან აი ზუსტი ბითია ასეთი storytelling-ისთვის, ძალიან კარგი სემპლიც არის და ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი, როგორც ყოველთვის mixing-ი, mastering-ი top. ამიტომ
ამიტომ როგორც პროდუქტი საბოლოო ჯამში ძალიან კარგია. ოჩაყორივეს და მინდა ვთქვა, რომ ცუდი იდეა და საფარი პირველად არ მომისმენია, იმიტომ რომ რატომაც გადავწყვიტე, რომ ახაც ტრეკებს როცა ეხება საქმე, უკვე ამ ბოლო პერიოდში დავამღა მეგრო, ჯობს რომ წინასწარ მოვისმინო და უფრო მომზადებული ვიყო. მომზადებული რა, აი მაინც დაახლოებით რომ 5 საათი არ დამჭირდეს გადაღება, ისევ ჩემთვის არის ცუდი და უფრო დროს მიმოკლებს. წინასწარ გარკვეული იდეის ცოდნა რაზე არის ტრეკი და სად რა იგულისხმა და ამაზე მე შემდეგ ზედმეტი წვალების არ იდება. ხო, კაია. აჰა. გამარჯობა. ტაიმერი. გიორგი, მკვდები, გაწვალდები, შეწყალო, შენ გონია რომ გადაურჩები ხო არა? ნო. გამარჯობა. და რა თქმა უნდა ძალიან ხშირად უნდა დავაპაუზო. მოიცა თავიდან. პირველი ტრეკია ცუდი ის რა იყო? ამას მოყვა. არა, ეს ავადმყოფიერია რა. სიტყვამ შექმნა სიმართლე. დასაბაბი, ვაიმე, გიო ვიცი რომ იმას სიკვდილებ. რა გავაკეთო? სიტყვამ One eternity later. სიტყვამ შექმნა სიმართლე. ძალიან მწუხვარ და რა ყველაფერის წინ არის და ღმერთის წყალობის აღარ ღმერთი არ ვიცი, არ სიტყვები არ მყოფს. აქ რამე ტრანზაცია მეთქი. გენიოსი ხარ. რას ფიქრობთ აბა? მე მგონი ჩართულია? ფარები ანა არა, ეს ავადმყოფიერია რა. ეს არ ჩამისო თორე მიგაკლავ. ნინო არ მომკლა მეთქი ნინო.